დღეს მსოფლიოს მასშტაბით ეკლესიები კვირის პირველ დღეს წირვას აღასრულებენ. თუმცა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ეს არის თაყვანისცემის დღე, რომელიც ღმერთმა დაადგინა. როდესაც ამას გავიგებთ, შეგვიძლია გავარკვიოთ, მიჰყვება თუ არა ეკლესია ღვთის ჭეშმარიტებას ისე, როგორც ის არის, თუ სიცრუეს, რომელიც მსგავსია სარეველასთან. ბიბლიაში წერია, ცათა სასუფეველი არის ადგილი, სადაც შესვლა შეუძლია მხოლოდ მათ, ვინც მამის ნებას ასრულებს. მაშინ უნდა განვასხვაოთ, რომელი ეკლესია მიჰყვება ღვთის ნებას, არა? სინამდვილეში ბიბლია გვასწავლის, რომ ის დღე, როცა იესო ქრისტე აღდგა, ანუ კვირა იყო კვირის პირველი დღე. მარკოზის სახარების 16 თავი, 1 მუხლი. შაბათი რომ გავიდა, რომელი დღე დასრულდა? როდესაც მეოთხე მცნების თანახმად შაბათი დღე დასრულდა. მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს სურნელებანი, რომ მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. შვიდეულის პირველ დღეს, დილა ადრიანად, რასაც ნიშნავს მეშვიდე დღის შაბათის მომდევნო დღეს. მივიდნენ სამარხთან, მზის ამოსვლისას. ერთმანეთში ამბობდნენ, ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? გაიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ძალიან დიდი კი იყო. და შევიდნენ სამარხში და დაინახეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, სპეტაკი სამოსლით შემოსილი და შეშფოთდნენ. მან უთხრა მათ, ნუ შეშფოთდებით. თქვენ ეძებთ ჯვარცმული ესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა, ადგილი, სადაც ის დაასვენეს. ეს მუხლები ასევე ასახავს იესო ქრისტეს აღდგომის სცენას ისე, როგორც ეს მოხდა. იესო ქრისტეს აღდგომა კვირა დღეს მოხდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში ასეა ჩაწერილი. დღევანდელი ეგრეთ წოდებული კვირა დღის თაყვანისცემა ბიბლიის 66 წიგნიდან არც ერთში არ არის განსაზღვრული, როგორც შაბათი დღე. ეს იმიტომ ხდება, რომ ბიბლია ნათლად ამბობს, რომ შაბათის დღე არის მეშვიდე დღე, ხოლო იესოს აღდგომის დღე იყო პირველი. ამიტომ პირველი დღე ვერასდროს იქნება შაბათის დღე. სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ღმერთმა მეშვიდე დღე წმინდად აქცია და დალოცვის დღედ დააწესა. თუმცა დღეს მსოფლიოს ყველა ეკლესიები წირვალოცვას კვირას აღასრულებს და არა შაბათს. გამოსვლის 21 თავის გადახედვით ვნახოთ, რა დაპირება მოგცა ღმერთმა ბიბლიის მეშვეობით მეშვიდე დღის შაბათის დაკავშირებით. გამოსვლა 21 თავი, 13 მუხლი. უთხარი ისრაელის ძეთასე. ვისი შაბათები უნდა დავიცვათ? ღვთის შაბათები. თქვენ უნდა დაიცვათ. ჩემი შაბათები დაიცავით კარგად იგი. რა იქნება ეს? ნიშანია ჩემსა და თქვენ შორის თქვენს თაობებში, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განწმედელი. და დაიცავით შაბათი, რადგან რა არის ეს ჩვენთვის? ეს ჩვენთვის წმინდა დღეა. წმინდაა ის თქვენთვის, მისი შემბილწველი. რა დაემართათ მათ ძველი აღთქმის დროს? ისინი სიკვდილით მოკვდეს, რადგან ყველა, ვინც გააკეთებს ამ დღეს საქმეს, მოიკვეთება ის სულითვის იერის წიაღიდან. 6 დღე აკეთონ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე, შაბათი, დასვენება ოფლისა, წმინდა ოფლისათვის. ყოველი, ვინც საქმეს გააკეთებს შაბათს, სიკვდილით მოკვდეს. ბიბლიის თანახმად ღმერთი ამბობს, რომ შაბათის დღე არის ნიშანი ღმერთსა და მის ხალხს შორის. ღმერთი გვეუბნება, რომ ის მთელ კაცობრიობას წმინდად აქცევს და მათ საშუალებას აძლევს, ხელახლა დაიბადონ, რათა ყოველი შაბათის დღის განმავლობაში უფრო მეტად გახდნენ ზეციური ხალხი. ნეემიას 13 თავში წერია, რომ შაბათის დღის შეურაცხყოფა ბოროტებად კი არის აღწერილი. ბიბლიის თანახმად, კაცობრიობის პირველი შესაწირავები იყო აბელის შესაწირავი და კაინის შესაწირავი. ღმერთმა კაინის შესაწირავი უარყო, მაგრამ აბელის შესაწირავი მიიღო. დღესაც კი დედამიწაზე, ყოველ კვირას ზეცაში ღმერთს უამრავი თაყვანისცემის მსახურება შესწირავენ. მიუხედავად ამისა, ბიბლიის მეშვეობით უნდა დავადასტუროთ, რომელი თაყვანისცემა მისაღები და სასიამოვნო ღვთისთვის.